თავმჯდომარის თინა ბოყუჩავას გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ეძღვებოდა მისი ქმრის კოტე იოსელიანის ბოდიშს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მოიხადა 7 წლის წინ უტა ივანიშვილზე ნათქვამი რაღაც სიტყვების გამო, რომელიც მაშინ უკვე ჰქონდა მოხდილი ბოდიში და ყველა გაუჩნდა კითხვა, რა მოხდა 7 წლის შემდეგ, რატო გაახცედა ეს ამბავი და თინა ბოყუჩავამ დღეს თქვა, რომ მისი ქმარი გაიტაცეს, ის ვარაუდობს, რომ მოდულის შენობაში მასზე მოახდინეს ზეწოლა, ემუქრებოდნენ ბავშვებით და შესაბამისად ის იძულებული გახდა ეს ბოდიში თავიდან ჩაეწერა და თინა ბოყუჩავა ამბობს, რომ ეს არის მის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, მისი დისკრედიტაციისთვის, მისი გაჩუმებისთვის და ასე შემდეგ და ბოლოს თქვა, რომ მაინც ვერ გააჩუმებენ. ლაშა ფარულავა არის, როგორც ითქვათ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მადლობა რაღაცებაში მონაწილეობისთვის და რო შეაფასოთ ეს რაც ხდება. პირდაპირ ტერორი მიმდინარეობს. გამბედაობა ჭირდება იმას, რაც გააკეთა თინა ბოყუჩავამ, სრული მხარდაჭერა და პატივისცემა და სოლიდარობა თინას მის ოჯახს. რა თქმა უნდა, თინა ბოლო პერიოდში აქტიურობდა რეგიონებში დადიოდა და ხვდებოდა ჩვენს აქტივისტებს, მათ შორის საკრებულოს წევრებს. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ახალ რუსულ სპეცოპერაციაში, რომელსაც ივანიშვილი ატარებს 4 ოქტომბერს. შესაბამისად, თინას ქონა ეს კამპანია და მე და მათ შორის არა მხოლოდ მე, ჩვენი პარტიის წევრები სწორედ აი ამ ტერორს უკავშირებთ ჩვენი პოლიტიკურ პოზიციას, იმიტომ რომ თინა არის პარტიის თავმჯდომარე, თინა არის მათ შორის პოლიტიკოსი, რომელიც დადის ბრიუსელში, ვაშინგტონში, ჩვენს პარტნიორებს გადასცემს ხალხის მთავარ გზავნილს. რა არის, ხო? ანუ დღეს ოცნება ამბობდა, რომ აი თინა ბოყუჩავას გაჩუმება რატომ უნდა გვინდოდეს? ხო, აი ეს არის. მე რა ბაი შეგიძლია გადახვიდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გვერდზე და ნახავ, რომ პარტია არ გაჩერებულა. თინას ქონდა შეხვედრები აბსოლუტურად ყველა ძირითად ქალაქში, რეგიონში, შეხვდა საკრებულოს წევრებს. და ყველაზე მეტად თუ ვინმე სჭირდება თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ გვჭირდება, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები, როგორც მოვლენა ივანიშვილმა გააუქმა, შესაბამისად ეს ტერორი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, მის აქტიურობას, რეგიონებში სიარულს, დარწმუნებას ჩვენი პარტიის რეგიონალურ ლიდერების, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ეს სწორედ მის პოლიტიკურ პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ პოზიციას უკავშირდება. შესაბამისად ჩვენ შევედით იმ ფაზაში, ბრძოლის იმ სპირალში, როდესაც ესეთი ტერორი უკვე აღარ გვიკვირს, გამოძიებაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, ჩვენ ვხედავთ არალეგიტიმური პარლამენტის წევრების განცხადებებს, რომელიც არის აბსოლუტურად ამოვარდნილი, საერთოდ ყველა ადამიანობაში აღარ ჯდება, ადამიანობის სტანდარტში აღარ ჯდება, რა განცხადებაც გააკეთა გია ვოლსკიმ, სხვადასხვა პოლიტიკოსებმა და ეს ადამიანები ლაპარაკობენ რეჟიმზე. განან და რაღაცა კომისია შექმნეს, რომელიც არის რეალურად ოპოზიციის ინსტრუმენტი და ლაპარაკობენ 13, 14, 15 წლის წინ მომხდარ ამბებზე, 13 წელი ამ ქვეყანას მართავენ და ჩვენ შევედით ეხა ფაქტობრივად არა მხოლოდ რუსული რეჟიმი, არამედ კადიროვის მეთოდებს იყენებს ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი სივრციდან გასულია, აღარც კონსტიტუცია, აღარც სასამართლო, აღარც თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს. აბსოლუტურად ყველგან არის ივანიშვილის ინტერესი, ერთი ადამიანის ინტერესი და ერთმა ადამიანმა შეძლო ის, რომ ბანდფორმირებები ჩამოაყალიბა ქვეყანაში, ეს ბანდფორმირებები უკვე პოლიტიკოსებს ესხმიან თავს, პოლიტიკოსების ოჯახებში შედიან და დაიწყეს ღია ტერორი. აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ხო? ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის. ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ნახეთ ლევან ხაბეიშვილს როგორ გაუსწორდა ხარებას რაზმი, ვინმე დაისაჯა არავინ. თქვენი კოლეგები პირდაპირ ეთერში დაასისხლიან ეს სცემეს, ვინმე არის დასჯილი, არავინ არ არის დასჯილი. და ხელისუფლება იმის ნაცვლად რომ ფიქრობდეს, რომ ხვალ აუცილებლად დასრულდება ეს რეჟიმი და მათ მოუწევთ პასუხისგება, მათ მოუწევთ იმ სპირალის გავლა, ოღონ მიუკერძოებელ თავისუფალ სასამართლოში და შერწყვა, თავიანთი შვილების შერწყვა, იმიტომ რომ ჩვენ გვიდა ისეთი ქვეყანა, სადაც ყველას უფლება დაცული და გარანტირებული იქნება. რაზე ვლაპარაკობთ? ოჯახებზე, პატარა, არასრულწლოვან ბავშვებზე ვლაპარაკობთ და ქალი ლიდერია თინა ბოყუჩავა, თუმცა ბევრ მამაკაცს არ ექნებოდა გამბედაობა იმის, რომ დღეს ჩაეტარებინა ბრიფინგი. ეს გამბედაობა თინა ბოყუჩავას აქვს და მათ შორის არაპირებს გაჩერებას, ის არაპირებს დანებებას, ის პირიქით მოგვიწოდებს ყველას ბრძოლისკენ, ჩვენ პოლიტიკურ პოზიციას არ შევცვლით, 13 წელია ჩვენ აი ამ ივანიშვილის ლაბირინთში ვიმყოფებით და აუცილებლად გამოვა ჩვენი ქვეყანა ამ ლაბირინთიდან და აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში
თავისუფალი დამოუკიდებელი არჩევნები რუსული რეჟიმის გარეშე და აუცილებლად გათავისუფლდება მურუსიცისგანაც, ჩინჩალაძისგანაც სასამართლო კლანი და ქვეყანაში გვექნება მიუკერძოებელი საგამოძიება სისტემა, რომელიც სწორედ აი ესეთ შემთხვევებს გამოიძიებს, ოღონდ პოლიტიკური ჩარევების გარეშე. და ეს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს სჭირდება, ან ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება, ან ჩვენ პარტნიორებს სჭირდება. ეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკური მდგენელი აღარ უნდა იყოს პროკურატურაში, პოლიტიკური მდგენელი აღარ უნდა იყოს სასამართლოში. პოლიტიკური მდგენელი არ უნდა იყოს იქ, სადაც რეალურად სამართალი უნდა მუშაობდეს და რა თქმა უნდა, ამ პირობებში ივანიშვილის სპეცოპერაციაში შესვლა არა მხოლოდ ოპორტუნიზმია, არა მხოლოდ ბრძოლის მთავარი ბრძოლის ღალატია, არამედ არის დამცირება, იმიტომ რომ ივანიშვილი რეალურად საკუთარ ბუდკაში გვეპატიჟება და ზოგიერთები ამ ბუდკაში შესვლას აპირებენ და ქართულ ჯიგრულ პონჩი რო ამბობდა გიორგი გახარია, ანუ კორუფცია ქართულ ჯიგრულ პონჩი მოსულა და პოლიტიკოსები როდესაც ციხეშია, როდესაც პოლიტიკოსებს ოჯახებში უვარდებიან, პატარა ბავშვების სიცოცხლით და უსაფრთხოებით ემუქრებიან, ეს ვაჟბატონი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და ეხლა როგორ არის ქართულ ჯიგრულ პონჩი როგორ იხსნება ეს ამბავი. აი აქ ვიხსნას, ქართულ ჯიგრულ პონჩი თუ მოსულა კორუფცია, რასაც წლების წინ ამბობდა, აი ეს როგორ ჯდება შენი პარტნიორები ოპოზიციონერები, როდესაც ციხეში არიან, როდესაც მიმდინარეობს ღია ტერორი, როდესაც 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, სინდისის პატიმარი ყავს ამ ქვეყანას. ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, რომ აღარ არის ამ ქვეყანაში პოლიტიკა, აღარ არის დემოკრატია, პოლიტიკური პარტიები, როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები აღარ არსებობენ. ჩვენ გვაქვს ერთი ბრძოლის ხაზი და ამ ბრძოლის ხაზში ჩვენ უნდა გქონდეს ერთი მესიჯი, ერთი გზავნილი და ბრძოლის ერთი ინსტრუმენტი. რა არის ეს, რომ ქუჩა და მეორე ჩვენ უნდა გქონდეს მოთხოვნა და გვაქვს ეს მოთხოვნა ახალი არჩევნების რას გულისხმობს? ამაზე პასუხობენ, რომ აი ქუჩიდან არ გამოდის არაფერი, რევოლუცია გინდა. არა, რატომ მოიცემთ არა მაშინ რევოლუცია უნდა მოაწყო და რევოლუცია ვინ შემოიტანა განხეთქილება მათ შორის რუსთაველის გამზირზე. აი ეს ბატონები არიან, რა დროს ნაცობის და ქოცობის დატოლების დრო არის? პოლიტიკური პარტიები აღარ არსებობენ. ანუ გვეუბნება პირდაპირ კაცი ყველას გაგაუქმებთო და ანუ იმიტომ ხო არ შედიხართ ამ არჩევნებში, რომ არ გინდათ რომ პოლიტიკური პარტიები რა ქვია გაგიუქმონ და პირდაპირ ივანიშვილთან შედიხართ. აი მე ვფიქრობ, რომ ეს არის. მათ შორის ველს აქვს პოზიცია, რომ მოდი ვიმსჯელოთ კი არა, პირდაპირ მოწოდებას აკეთებენ სინდისის პატიმრები, მოწოდებას აკეთებენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, რომ ეხა ბრძოლის მიტოვება არის ღალატი არა მხოლოდ პატიმრების. ის ბიჭები რეზო კიკნაძეს რო უყურებ, აი ნამდვილი გმირია, ჩვენ ვხედავთ, აი ნამდვილი გმირი და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ამ გმირების გაკვალულ გზაზე ვიდგეთ და ამ კალაპოტში ვიდგეთ, ღალატობთ ამ ბრძოლას და არ არის ეს მხოლოდ ოპორტუნიზმი, ეს არის ნამდვილად ღალატი და არც ქართულ ჯიგრულ პონჩი არ ჯდება ეს. არ მინდა ის სიტყვათა წყობა გამოვიყენო, როგორც აფასებს ქუჩაში ნებისმიერი, რა ქვია, კაი ბიჭი, როგორც ამას იტყოდა ისა გიორგი გახარია. არ ჯდება ეს. არასწორია, არაკაცურია, არაადამიანურია და არაქართულია. და თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს მოსულა, რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარი იყოს, აგერ მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერზე და თავმჯდომარეზე ტერორი მიმდინარეობს და არასრულწლოვანი ბავშვებით ემუქრებიან, რაზე ვლაპარაკობთ, მე რა შვილები გყავს და ჩვენ ისეთი ქვეყანა გვინდა, სადაც ყველა იქნება დაცული. კრიტიკა კი არა, ჩვენ გავიარეთ ყველაფერი ნაციონალურმა მოძრაობამ, რაზე რომ სწორედ ის ჩინჩალაძე, ის მურუსიძე, ის მიკერძოებული გამოძიება, ის პოლიტიკური პოლიცია, სწორედ იმის შედეგი იყო, რომ ნაციონალური მოძრაობა ხალხმა შეცვალა და ჩვენ ეს არჩევნები ვაღიარეთ, იმიტომ რომ სიმპტომი, რომელიც გამოვლინდა, იყო გამოსასწორებელი, გასაჯანსაღებელი იყო სახელმწიფო ინსტიტუციები და მივიღეთ არა მხოლოდ საპირისპირო, არა უпростоრეთ იგივე მივიღეთ, იგივე და უარესი. პირდაპირ ხედავთ პოლიტიკოსებზე არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ოჯახებში უვარდებიან და ესე გაგრძელება შეუძლებელია და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ივანიშვილს თუ გონია, რომ ვიღაცას დააშინებს, მერე პოლიტიკოსები ამ ქვეყნიდან წავლენ. ჩვენ ხო ნახეთ, რომ ბელარუსიაში რა მოხდა. აშინებს ლუკაშენკო და პოლიტიკოსები ოჯახის წევრებთან ერთად ტოვებენ ამ ქვეყანას. ჩვენ ამ ქვეყანას არ დავტოვებთ, ამ ბრძოლიდან არ გავალთ, არც გავჩუმდებით, არც ციხის შეგვეჩინდება, არც უკან არ დავიხებთ. ჩვენი ტყავი რო დაჯდეს,
მზად ვართ ეს ტყავი შევაგდოთ ამ ბრძოლაში და გავიაროთ აბსოლუტურად ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ ივანიშვილი რაც არის, ეხა ქართული საზოგადოება ხედავს, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას აბარებს რუსეთს და ჩვენ ამ სპეცოპერაციაში, რომელსაც არჩევნებს ეძახის და რეალურად ეს არის აი 1991 წლის 31 მარტს რო ქართულმა ხალხმა საბჭოთა იმპერიას უარი რო უთხრა და რუსულ პოლიტიკას უარი რო უთხრა და კრემლს რო უარი უთხრა 4 ოქტომბრის არჩევნები არის კი რუსეთს და ჩვენ არა მხოლოდ არას ვეთქვით რუსეთს, არამედ ბოლომდე ვიწოდეთ ქართულ ხალხთან ერთად, რომ ეს რეჟიმი უნდა დაემხოს. რაც ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, თქვენთან ერთად რაღაც ერთობლივ კანდიდატს დაუჭერდნენ ხარს ასეთი რამ ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, იმიტომ მათ სულ გქონდათ განცხადებული, რომ აი ნაცებთან ერთად არაფერს არ გავაკეთებთ, რაღაც მათი იდენტობის ნაწილი იყო, ხო, თქვენთან დაპირისპირება. დღეს აგებექალულაში გამოვიდა, რომ მზად ვართ საერთო მერობის კანდიდატის განვიხილოთო და შესაბამისად ეს რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო წინადადება. მე რა ხა და აი არის მოსაზრება რომ ერთიანი მერობის კანდიდატი თუ გავალთ, ეხლა იმ გაყალბებულ არჩევნებში თუ მოვიგეთ თბილისი, ეხლაც მოვიგებთ. ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ 13 წლის განმავლობაში, რომელსაც აქვს ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში კონკრეტული შედეგი დაუდია. გამარჯვებული მერი ყავს ჩვენ. ყავდა, გარდაიცვალა გია ხარშილავა, თუმცა ჩვენი წარმომადგენლები აგრძელებენ წალენჯიხაში მუნიციპალიტეტის მართვას. და იქ არის კოალიციური მმართველობა. ჩვენ ეს არა მხოლოდ გვინახავს, ანუ პროცესში ეხაც მართავთ და თუ არა მხოლოდ წალენჯიხაში, არა მე რა გეტყვი, არა მხოლოდ წალენჯიხაში, არამედ აბსოლუტურად ყველგან ფრაქციები გვაქვს და მათ შორის რუსთავში უმრავლესობა ქონდა და არაერთ მუნიციპალიტეტში საკრებულოები ჩვენი იყო. გახარიასთან ერთად გავაკეთეთ ეს, რომ ჩვენი იყო უმრავლესობა. მაგრამ გიორგი გახარიამ სხვა გზა აირჩია. მან აირჩია ქართულ ოცნებაში დაბრუნება და ჩვენ ქართულ ოცნებაში და რუსულ პარტიაში დაბრუნებას კი არ ვაპირებთ. ჩვენ რუსული პარტიის დამარცხებას ვაპირებთ. და ეს კარგად უნდა ესმოდეს. კომპრომისი ქართულ ოცნებასთან არ იქნება. და თბილისის შემთხვევაში მე რა, ხა ერთიანი კანდიდატის პირდაპირ გეუნები ამ კაცს ტაბლო ხელში უჭირავს და რაც იფრსაც უნდა იმციროს დაწერს და ერთი თავარი მდგენელი რა არის რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აბსოლუტურად სხვა მოდელია, სხვა მეთოდოლოგიით ტარდება. აღარ იღებს მონაწილეობას, ხო? რა ქვია, ემიგრაცია, აღარ არის იმხელა ჩართულობა, ინტერესი და პლუს ამისა, ქუჩაში ეხლა ხალხი არის ბრძოლაში, 5000 ლარიანი ჯარიმები აქვს 10000-ობით ადამიანს. პატიმრები არსებობენ, სინდისის პატიმრები არსებობენ. ადამიანები გვიყურებენ, გველოდებიან და მოითხოვენ ჩვენგან გუშინ ემიგრაციასთან მქონდა ონლაინ ჩართვა ემიგრაციასთან და რა თვითმმართველობის არჩევნებში პირდაპირ მოწოდებებს აკეთებენ ჩვენი თანამოქალაქეები, ემიგრანტები, რომ მზად ვართ ჩვენი ფინანსური რესურსი ჩავდოთ იმაში, რომ თქვენ იაროთ რეგიონებში და ჩამოიყვანოთ ხალხი თბილისში და ბრძოლა გავაგრძელოთ. ემიგრაცია ჩვენგან ითხოვს აქტიურობას და ჩვენი მთავარი მიზანი ახლა რა არის? ერთის მხრივ უარი ახალ რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც არის რეფერენდუმი რუსეთში დაბრუნების, პირდაპირ შეიძლება ამას უწოდოთ რეფერენდუმი რუსეთში დაბრუნების. ან ვირჩევთ ბრძოლის გზას, ორგანიზებას უწევთ ჩვენი თანამოქალაქეების რეგიონიდან ჩამოყვანას და ვაგრძელებთ ბრძოლას რუსთაველის გამზირზე. ახალი ენერგიით, ახალი ძალით და არა მხოლოდ სიტყვები უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ნაბიჯები, კარგად ორგანიზებული და ამას სჭირდება მათ შორის კონკრეტული სტრატეგია. აი ხა ყველაფერს ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა ერთობაზე, როდესაც არის საუბარი, როდესაც არის ერთობაზე, პირველი რასაც არ უნდა უღალატო, არის პატიმარი. პატიმარს არ უნდა უღალატო და კოლეგას არ უნდა უღალატო, რომელსაც ოჯახში უვარდებიან, ქმარს უტაცებენ. და შვილების არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხოებით ემუქრებიან და თან ეს ლიდერი არის ქალბატონი და უფრო მეტი გამბედაობა აქვს ვიდრე დანარჩენი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს რომლებიც ახლა გვთავაზობენ საერთო კანდიდატს და ეს საერთო კანდიდატი პირველად ხო არის თვინ გააჟღერა იაგო ხვიჩია რომელსაც აქვს მიზანი თავის მიზანი რომ კარგად იყოს ქართულ ოცნებასთან ერთად კოაბიტაცია ქონდეს ქართულ ოცნებასთან და ჩვენ რუსულ პარტიასთან არც კოაბიტაციას ვაპირებთ, არც კომპრომისს ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და ამ ბრძოლაში ქართულ ხალხთან ერთად დარწმუნებული ვართ. მადლობა დეიდე, ლაშა ფარულავა, ერთიანი ნაციონალური პარტიის წევრი იყო ჩვენს ხმარი, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გემშვიდობებით.